ხალხს ხშირად გონია, რომ წყალბადის მანქანა შიგაწვის ძრავით მუშაობს, რომელიც წყალბადს წვავს, თუმცა სინამდვილეში ეს ელექტრომობილია. უბრალოდ ელემენტების ნაცვლად თავისი ელექტროსადგური აქვს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს ელექტროსადგური, ძრავს ახუფის ქვეშ უნდა ჩავიხედოთ. იქ არ არის არც ცილინდრები, არც დგუშები და არც აალების სანთლები. მთავარი კომპონენტი, რაზეც მთელი სისტემა დგას, არის საწვავის ელემენტების ბლოკი. ფაქტობრივად ეს არის ქიმიური რეაქტორი. ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული მაღალი წნევის ავზებიდან ამ ბლოკში მიედინება სუფთა წყალბადი, ხოლო წინა ჰაერშემწოვებიდან ჟანგბადი. საწვავის ელემენტის შიგნით არის სპეციალური პოლიმერული მემბრანა, რომელიც დაფარულია კატალიზატორით, როგორც წესი პლატინით. როდესაც წყალბადის მოლეკულა ამ კატალიზატორს ხვდება, ის ორ ნაწილად იყოფა: პროტონებად და ელექტრონებად. მემბრანის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ მასში გაძრომა მხოლოდ პროტონებს შეუძლიათ, თავისუფალი ელექტრონები კი იძულებულნი არიან შემოუვარონ გარე წრედს. აი სწორედ ამ ელექტრონების მოძრაობა გარე წრედში არის ის მუდმივი ელექტრული დენი, რომელიც მანქანის ელექტროძრავას კვებავს და ბორბლებს ატრიალებს. ამ გზის გავლის შემდეგ წრედის მეორე მხარეს ელექტრონები, პროტონები და გარედან შემოსული ჟანგბადი ერთმანეთს უკავშირდებიან და ვიღებთ სუფთა წყალს, რომელიც ერთადერთი ნარჩენია და მილის საშუალებით ასფალტზე იღება. საინჟინრო თვალსაზრისით სისტემა გენიალურია, რადგან წყალბადის ენერგეტიკული სიმკვრივე მასაზე გათვლით თითქმის 3-ჯერ აღემატება ბენზინს. თანაც ტრადიციული ელემენტებისგან განსხვავებით, აქ არ გიწევს საათობით ლოდინი მის დასამხვრად. 700 ბარი წნევის ქვეშ ავზის შევსებას სულ რაღაც 3-დან 5 წუთამდე სჭირდება. თუმცა, სადაც მაღალი წნევა და ქიმია, იქვეა დიდი საინჟინრო გამოწვევებიც. წყალბადი პერიოდული სისტემის ყველაზე პატარა ელემენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ლითონის მოლეკულურ სტრუქტურაში შეაღწიოს, ლითონი გახადოს მყიფე და გამოიწვიოს მიკროგაჟონები. სწორედ ამიტომ მილსადენები და თავად ავზები კოსმოსური სიზუსტითა და უძვირფასესი მასალებით მზადდება, რაც ტექნოლოგიას საშინლად აძვირებს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური რეაქციის მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია, საერთო ენერგეტიკული ჯაჭვი, წყალბადის წარმოება ელექტროლიზით, მისი შეკუმშვა, ტრანსპორტირება და მერე მანქანაში ისევ ელექტროენერგიად ქცევა, ბევრად მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე უბრალო ელემენტიანი ელექტრომობილის ქსელიდან პირდაპირ დატენო.